უფლებადამცველების განმარტებით გვიან ღამით თავისუფლების მოედანზე არ არსებობდა იმის საფუძველი, რომ 10-მდე აქტივისტი დაეკავებინათ. ადვოკატები განმარტავენ, რომ ჯერ კიდევ საქართველოშიც აქვთ მოქალაქეებს იმის უფლება, რომ საკუთარი პროტესტი გამოხატონ. იურისტების განმარტებით რამდენიმე თვის წინ დაფიქსირდა ისეთი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები ხელში ცარიელი ფურცლის დაჭერის გამო დააკავეს. ახლა კი მსგავსი ფაქტი განმეორდა იმ დროს, როდესაც თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები გამოკითხვას აწარმოებდნენ. იურისტები ამბობენ, რომ დაკავება არის უკანონო, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ თუნდაც 48 საათის განმავლობაში იზოლატორში იყვნენ ის ადამიანები, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს იცავენ. სწორედ ამიტომ ადვოკატები ამბობენ, რომ არ უნდა ჩატარდეს სასამართლო პროცესი და ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, თუმცა არ გამორიცხავენ იმას, რომ როგორც ხშირ შემთხვევაში ახლა ხშირად საქმეთა სამინისტრო შევიდეს შუამდგომლობით და მოითხოვოს პატიმრობა იმ ახალგაზრდების მიმართ, ვინც გვიან ღამით დააკავეს. ადამიანები გუშინ დაახლოებით 10-მდე პირი შეიძლება მეტიც იყოს დააკავეს მხოლოდ და მხოლოდ ბანერის დაკავების გამო. ან ბანერი ეჭირათ ადამიანებს ხელში, ასე გამოხატავდნენ მათ გარკვეულ პროტესტს და ვთქვა დამოკიდებულებას და ამის გამო მოხდა მათი ყველას დაკავება. რაც შეეხება თავად მამაგეიშვილის ქმედებას, ყოვლად ასე ვთქვათ სამართლებრივად შეუსაბამოა მისი ქმედება და ყოველგვარი საჭიროებების გარეშე მოხდა მისი მხრიდან განხორციელებული ძალადობა ერთ-ერთ იქ მყოფ ადამიანზე, ვინაიდან იმ ადამიანს ბანერიც კი არ ეჭირა. ქალბატონი ნატო ბოლქვაძე იყო აქციაზე მხოლოდ და მხოლოდ ბანერით, ეკავა ბანერი და არც ერთი საკანონმდებლო ნორმა და კანონის არც ერთი მუხლი არ კრძალავს ბანერზე არსებული წარწერით, იქნება ეს მტკიცებით ფორმაში თუ კითხვით ფორმაში, არც ერთი მათგანი არ კრძალავს აი ამ პროტესტის გამოხატვის ფორმას. გუშინ რუსთაველის გამზირზე მოხდა 10 პირის დაკავება, მათ ხელში ეჭირათ ბანერები და ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მომხდარი იყო დაკავება და რა თქმა უნდა ეს არის მორიგი რეპრესიების ნათელი მაგალითი. 10 პირიდან 4 არის ქალი და მათ შორის 3 არის მოძრაობა პროტესტის წევრი. 4-ვე მათგანი გადაყვანილია გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში. წუხელივე მოხდა მათთან ადვოკატის შესვლა. ყველა მათგანი თავს გრძნობს მხნეთ და არის ბრძოლის განწყობაზე. სხვა პირები არიან ასევე გადანაწილებული დუშეთისა და საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში და ველოდებით სასამართლოს ხდომების ჩანიშვნა. საქართველოში ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა ეს მანკიერი პრაქტიკა, როდესაც მოქალაქეების ხმა არის მიუღებელი, ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანებს აგავებენ უმიზეზოდ და მერე ამას აფორმებენ დაუმორჩილებლობით თუ წვრილმანი ხლუბნებით და საბოლოო ჯამში სასამართლომაც ამას ამტკიცებს. საქართველო უკლებელყოფს კონვენციის სტანდარტებს, მოთხოვნებს და ყველანაირი სამართლებრივი მიდგომას და საფუძვლებს და მაინც ბანერები გამე იჯერს ადამიანებს. დაკავებულებს შორის არიან ყოფილი საჯარო მოხელეები, მაგალითად დაკავებული ერთ-ერთი ქალი შემოსავლების სამსახურში წლების განმავლობაში მუშაობდა. დაკავებულები არიან სტუდენტებიც, სამოქალაქო აქტივისტებიც და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. გვიან ღამით დევნის სერიას უკვე გამოეხმაურა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. ერთ-ერთი არის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ამ განცხადებაში უფლებადამცველები წერენ, რომ დაკავება იყო უსაფუძვო, შესაბამისად ამბობენ, რომ ყველა მათგანი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს რეგიონებიდან, წინასწარი მოთავსების იზოლატორებიდან. ამავდროულად ადვოკატები მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ იყო ძალის გადამეტებით დაკავება, მაგალითად კადრებში, რომელსაც თავად აქტივისტები ავრცელებენ. კარგად ჩანს, რომ რამდენიმე მაღალჩინოსანი ძალის გამოყენებით აკავებს, მათ შორის ქალებს. შესაბამისად, უფლებადამცველების მთავარი მოთხოვნა ახლა არის ის, რომ დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც ძალას გადაამეტა. არც ერთი დემონსტრანტის მხრიდან არ ყოფილა ძალადობრივი ქმედება განხორციელებული, რაც პოლიციელებს მისცემდათ იმის საშუალებას, რომ მსგავსად დაეკავებინათ პირები, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ იმ კადრებში, რომლებსაც ვნახულობთ, რომ პოლიციელი ერთ პირს, მათ შორის ერთ-ერთ დემონსტრანტს სახეში ხელს გაარტყავს, რომელიც, რა თქმა უნდა, უთანაბრდება არასათანადო მოპყრობას. პოლიციელების მხრიდან მსგავსი ჩარევით პირების დაკავება და შეკრებისა და თავისუფლების უფლებაში ჩარევა ნიშნავს იმას, რომ ეს არის საშიში პრეცედენტი. ყველა დემონსტრანტი უნდა განთავისუფლდეს დაუყოვნებლივ და ისინი ამ მომენტამდე არ უნდა იმყოფებოდნენ ადგილზე. ამის შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, თუ მათი სურვილი იქნება,
ორგანიზაციები, მათ შორის ჩვენც ადგილობრივ წარმოების დროს გავუწევთ ადვოკატირებას. უფლებადამცველები ამბობენ, რომ მათი ინფორმაციით ამ დროისთვის წინასწარი მოთავსების იზოლატორები გადავსებული არ არის, შესაბამისად ფიქრობენ, რომ ახლა აქტივისტების რეგიონებში გადანაწილებაც არის სადამსჯელო ღონისძიება იმისთვის, რომ მათმა ახლობლებმა და უფლებადამცველებმა მარტივად ვერ მოახერხონ მათთან კომუნიკაცია და სხვადასხვა საჭიროებების დაკმაყოფილება.